აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ ფინსოლის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი 15 ბავშვი ესპანეთის სამეფოში დასასვენებლად გაემგზავრა. მოზარდები 2 თვის განმავლობაში ესპანეთში მოხალისე ოჯახებში იცხოვრებენ. გაიცნობიან ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანურ ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი ფინსოლი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების შვილები ზაფხულის არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ ესპანეთში მივდივარ. მადლობა ძალიან დიდი ფინსოლს და აფხაზეთის მთავრობას, რომ ამ პროგრამას აკეთებს და ბავშვებს უშვებს ესპანეთში. ვაპირებ, რომ გავაგრძელოს სწავლა 2018-ის გავხდები, ჩავიდე და გავაგრძელოს სწავლა ესპანეთში. დიდ მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობას, ფინსოლს და დიდი კმაყოფილებით მივდივარ, რადგანაც მიხარია, რომ ესპანეთში დავდივარ და მინდა რომ იქ გავაგრძელოს სწავლა. აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის მემორანდუმის შესაბამისად რომელიც დაიდო სოლიდარობის და განვითარების ფონდი ფინსოლ ესპანეთის მხარე და ჩვენი აფხაზეთის მთავრობამ ვაგრძელებთ ამ პროგრამას ყოველწლიურად. 15 ბავშვი წელს მიემგზავრება ოჯახების მოწვევის შესაბამისად. 20 წელი უსრულდება ამ პროგრამას, რომელიც ეს ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოში და იმის აღსანიშნავად აფხაზეთის მთავრობამ ოფიციალურად წერილით სამადლობელო და საპატიო დიპლომით დააჯილდოვა ფინსოლი პირადად მისი პრეზიდენტი ხულიო გარსია, რომელიც ხელმძღვანელობს ამ დიდ საქმეს. მოხარული რომ მივდივარ ესპანეთში, მადლობა სპონსორს, ოჯახს, ვინცაც მივყავარ. რავი, მიხარია რომ მივდივარ.